გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ მეორედ მოსვლაზე, ბოლო ჟამის მოვლენებზე, ნიშნებზე და ვეცდები ამ ყველაფერზე ვისაუბრო ბიბლიის ბოლო წიგნზე დაყრდნობით, იოანეს გამოცხადებაზე, აპოკალიფსზე, ასე რომ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ. ახლა სანამ გაგაცნობთ იოანეს გამოცხადების, აი ამ წიგნის სპეციფიკას და თქვენ თვითონაც ნახავთ მე თუ როგორი ზებუნებრივია ეს წიგნი და ცხადია ყველა წიგნი ზებუნებრივია რაც არის ბიბლიაში, მაგრამ დღეს რადგან ამ წიგნზე გვახსაუბარი აპოკალიფსზე, მაგიტომ ვამბობ, მაქამდე ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ბიბლიაში, ანუ მთელ წმინდა წერილში შეუძლებელია აქციდენციური მეტაფორების არსებობის შესაძლებლობა. ანუ აქციდენციური მეტაფორა შეიძლება არსებობდეს, აი მაგალითად მე რო დავწერო რაღაც ნოველა, რა ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, იქან რაღაცა მხატვრულ ნაწარმოებში, მაგრამ წმინდა წერილში, ანუ ყველა სიტყვას აქვს თავისი დანიშნულება. ეს აპოკალიფსიც დაწერილია ცხადია სიმბოლოების ენაზე, ჩვენ ამასაც ვისაუბრებთ თუ რატომ არის ეს ასე დაწერილი სიმბოლოების ენაზე და ყველა ამ სიმბოლურ სიტყვას აქვს თავისი შესატყვისი, ანუ ონტოლოგიური მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. მაგალითად ვარსკვლავები ნიშნავს მორწმუნეებს და ეს რომ ვარსკვლავები რომ მორწმუნეებს ნიშნავს, ასევე დასტურდება თვითონ წმინდა წერილის შიგნით პირდაპირ, მაგალითად ეგ დასტურდება დანიელის მე-12 თავიდან. მაგალითად მხეცი ნიშნავს სახელმწიფო სისტემას, რაც დასტურდება დანიელის მე-7 თავიდან. მიწისძვრა ნიშნავს ომს, რაც დასტურდება იგავნის 28 თავიდან და ასე შემდეგ. თვითონ ამ აპოკალიფსში არის გამოყენებული 100-ზე მეტი ასეთი სიმბოლური სიტყვა. მეგობრებო, ახლა სანამ ახსნით თუ რატომ არის დაწერილი გამოცხადება სიმბოლოების ენაზე და რა დანიშნულება აქვს ამას, მაქამდე მოდი განვიხილოთ თუ რა არის თვითონ აი ამ წიგნის მიზანი. მეგობრებო, ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ღმერთი არის წმინდა აქტუალობა. ანუ მას არ გააჩნია არანაირი პოტენციალი, რომ აი რაღაცა რაიმე თვისება დაჭირდეს და შეიძინოს, ხო? იმიტომ რომ ყოვლად აღმატებულია და ყოვლად სრულყოფილია და აქტუალურად არის ყველაფერი მასში, რაც უნდა იყოს. ასე რომ უფლის მოქმედებები სამყაროში არ არის დაფუძნებული უფლის საჭიროებებზე არანაირად. უფლის მოქმედებები არის დაფუძნებული ჩვენ საჭიროებებზე. ანუ უფალი რასაც აკეთებს სამყაროში, ამ ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის. შესაბამისად, აპოკალიფსის აი ამ წიგნის დანიშნულება არის, რომ ბოლო ჟამის მორწმუნეები გააფრთხილოს მოახლოებულ მეორედ მოსვლაზე და ასევე მისცეს იმედი აი ამ რთულ პერიოდში, სადაც იქნება ძალიან მძიმე პერიოდი ქრისტიანებისთვის. და ეს ჟამი, მეორედ მოსვლის ჟამი ძალიან ახლოს არის, ამიტომ უნდა ვიფხიზლოთ ყველა. რაც მთავარია მეგობრებო, ჩვენ უფალი მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ. აი ლუკას სახარების 21 თავში რო არის, რომ როცა ნახავთ რომ ლეღვის ხეები და სხვა ხეები გამოისხამენ ფოთლებს, უკვე იცით რომ ახლოს არის ზაფხული. ასევე როცა ნახავთ რომ ეს ყველაფერი შესრულდება, იცოდეთ რომ ზედ კართან არის სათასასუფეველი უფლის სიტყვებია. თავად უფალი ამბობს ამას, რომ ნეტარია მონა, რომელსაც ბატონი ფხიზლად ყოფს პოვებს. ცხადია მორწმუნე და რწმენა იგულისხმება. აქედან გამომდინარე მეგობრებო, ჩვენ უკვე ხვდებით ნელ-ნელა თუ რატომ არის დაწერილი აპოკალიფსის სიმბოლოების ენაზე, იმიტომ რომ რადგან წიგნის დანიშნულებაა ის, რომ უკანასკნელი ჟამის მორწმუნეები გააფრთხილოს და გაამხნევოს. აქედან გამომდინარე ეს არ იყო განკუთვნილი ადრეული ჟამის მორწმუნეებისთვის. ანუ აი მაგალითად თუ ხარ ქრისტიანი მე-5 საუკუნეში და მოღვაწეობ, შენთვის არანაირი სულიერი სარგებელი არ გააჩნია იმას, რომ იცოდე რომ 21 საუკუნეში მოდის უფალი. და ეს დასტურდება წმინდა წერილიდან, ცხადია, აი სხვათა შორის საქმენის პირველივე თავია, ეგ უფლის ამაღლებამდე მოწაფეები უფალს ეკითხებიან თუ როდის დაბრუნდება იგი. და ქრისტე უხსნის მათ, რომ მათი საქმე არ არის დროისა და ჟამის ცოდნა. და ანუ მოწაფეებისთვის თვითონ ეგ საკითხი უფლის დაბრუნების, უფლის მეორედ მოსვლის საკითხი აქტუალური რჩება ყოველთვის. მთელი მათი მოღვაწეობის განმავლობაში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება უფლის მეორედ მოსვლა არ უხაროდეს მორწმუნეს და არ იყოს ეს მისთვის კარგი ამბავი. როდესაც ჩვენ უფლის მეორედ მოსვლა არ გვიხარია, ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც პრობლემა, რაღაცა ბრძოლა ბოროტისგან. და აპოკალიფსი რომ არის ბოლო ჟამის მორწმუნეებისთვის, ეს დასტურდება ასევე დანიელის წიგნიდან, სადაც ნათლად არის მითითება იმაზე, რომ ეს დაბეჭდილი იქნებოდა ეს ხილვა კონკრეტულ დრომდე და თავად დანიელ წინასწარმეტყველსაც კი არ განემარტა ეს ხილვა. მეგობრებო, აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ასევე თუ საიდან იცის თვითონ აპოკალიფსმა, თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა, ანუ როგორ შეუძლია აპოკალიფს ამაზე გაგვაფრთხილოს, იმიტომ რომ თავად ქრისტეც კი ამბობს, რომ არავინ იცის იმ დროისა და ჟამის შესახებ და იქ ამბობს მათი სახარებაში ხდება ეგ, რომ არცაც ზეიმან და ასე შემდეგ. მეგობრებო, ამაზე აპოკალიფსის წიგნი თავად სცემს პასუხს თავიდანვე პირველივე მუხლში ჩანს, რომ აპოკალიფსი, რომელიც გადასცა მამამ ქრისტეს და ქრისტემ გადასცა ანგელოზის ხელით თავის მონას იოანეს, ასე რომ მაგ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული აქვს წიგნს. თუმცა მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ მანდ როცა ვხედავთ ეგეთ რამეს, რომ აი მამამ გადასცა ქრისტეს. მანდ ხშირად ადამიანები იბნევიან და მიდიან ორ სხვადასხვა ღმერთზე. ამ დროს ძირითადად უჭირთ სამების კონცეფტის გააზრება, ძირითადად ეს ემართება მაინც არაქრისტიან ადამიანებს, მაგრამ მაინც ქრისტიანებისთვის მინდა ეს კარგად ავხსნა. მეგობრებო, კატეგორიულად არ შეიძლება ჩვენ წავიდეთ სამ სხვადასხვა ღმერთზე. მამა, ძე და სულიწმინდა, მამა ქრისტე და სულიწმინდა, ეს არის ერთი ღმერთი.
ანუ ერთი არსებაა. ანუ მათში არსი ერთია. არსი თუ ერთია, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოდნა ერთია. ანუ ნება ერთია, ბუნება ერთია. ყველანაირი მოქმედება, ასე ვთქვათ, ანუ არსობრივ დონეზე, ონტოლოგიურად ერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, რომ ქრისტე ცოდნაში იყოს შეზღუდული, იმიტომ რომ თვითონ სამება არის ზეიერარქიული. ანუ მამა, ძე და სულიწმინდა პიროვნულად განსხვავდებიან, ანუ სამი სხვადასხვა პიროვნებაა, მაგრამ არსება ერთია. ანუ ერთი არსი აქვს სამივე პიროვნებას, ანუ ერთ არსია. შესაბამისად შეუძლებელია მამა მიცოდეს რამე და ძე მარიცოდეს, ან ძე მიცოდეს და სულიწმინდა მარიცოდეს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი რაღაც არ არსებობს. ქრისტე როდესაც ამბობს არ იცის არცა ძემან, მან ქრისტე იყენებს ასევე სიმბოლურ ენას და ასევე იგივე ენას იყენებს პავლე მოციქული. ანუ ქრისტე როდესაც ამბობს არ იცის, აი მესამე პირში როდესაც საუბრობს თავისავზე უდეს ოიდენ. ეგ არ იცის ოიდენ ჩვენ ჩავხედეთ კიდეც მაგ სიტყვას და გავარკვიეთ რომ მაგ სიტყვას ხშირად აქვს თქმის და გაცხადების მნიშვნელობა. ანუ ქრისტე როდესაც ამბობს არ იცის, არ გულისხმობს ინტელექტუალურ არცოდნას, არამედ სურვილის არქონას კონკრეტული ინფორმაციის გაცხადების. და პავლე მოციქული ზუსტად იგივეს აკეთებს პირველი კორინთელთა მეორე თავის მეორე მუხლში, ზუსტად იგივე სიტყვას იყენებს ოიდენს და ამბობს, რომ მე გადავწყვიტე არაფერი მცოდნო და გარდა იესო ქრისტესი და მისი ჯვარცმისა. მაგრამ ცხადია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პავლე მოციქულმა პირდაპირ მნიშვნელობით არაფერი არ იცის. არაფერი თუ არ იცის იესო ქრისტესი და მისი ჯვარცმისა, მაშინ წერა ვერ ეცოდინება, ანუ მინიმუმ მაგას, რასაც წერს, ვერ დაწერდა. ხო ხვდებით პრინციპს. ასე რომ არანაირად არ შეიძლება ქრისტე რო ცოდნაში შეზღუდო, ეს არის ლოგიკურად შეუძლებელი, რომ ქრისტემ რამე არ იცოდეს, იმიტომ რომ ყოვლის მცოდნე, ყოვლის შემოქმნელი, დროის შემქმნელი ღმერთია, შესაბამისად და ეს მამაძე და სულიწმინდა ერთი ღმერთია, ერთი არსება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანებმა ვიცოდეთ. და მეგობრებო, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, რომ დოგმატური საკითხები რაც არის ეკლესიაში, ეს არ არის განსაზღვრული რაღაცა თვითნებობით. არა, ეს რეალობა შეესაბამება. აი მაგალითად, ნესტორიანიზმი არღვევს იდენტობის კანონს, ლოგიკის კანონს. ანუ ნესტორი ამბობდა, რომ ორი სხვადასხვა პიროვნებაა ქრისტე. ორი სხვადასხვა პიროვნება თუ არის, ორი სხვადასხვა იდენტობის მქონე პიროვნება, ანუ ერთმანეთთან გაერთიანება მაგის შეუძლებელია. ასე რომ ქრისტე რომ განკაცდა ერთ ჰიპოსტაში ქონდა ორი ბუნება, საღვთო და ადამიანური. ეს არის აბსოლუტური ლოგიკური პრინციპი, რაც ღმერთისგან გამომდინარეობს, ხო ასე? და თუ ვინმე იტყვის, რომ ქრისტე საღვთოდ ბრძენია და კაცობრიულად ნაკლებად ბრძენი, მაშინ ორი ბრძენია. და ორი ბრძენი თუა, მაშინ ერთი ჰიპოსტასი როგორ არის? ქრისტეს ქონდა ჭეშმარიტად ადამიანური ბუნება, აი ბიოლოგიურად ხრწნადი, ტკივილის შეგრძნება, ყველაფერი, მაგრამ პიროვნება, რომელიც მაგ ადამიანურ ბუნებას ფლობს, ეს საღვთო ჰიპოსტასი, ანუ საღვთო ჰიპოსტასი არის მაგ ბუნებითი თვისებების რეალობაში მომყვანი. ასე რომ იმედი მაქვს ეს არასწორი შეხედულებები მორწმუნეებში მაინც გადაილახება, თუმცა ახლა არ მინდა ამ საკითხზე დრო დავკარგოთ, ამიტომ მოდი გადავიდეთ აპოკალიფსის განმარტებაზე. მეგობრებო, აპოკალიფსის წიგნი არის დაყოფილი 7 ნაწილად. პირველი ნაწილი ეხება უკანასკნელი ჯამის მორწმუნეებს, აქედანაც ხვდებით ჩვენ ამ წიგნის მიზანს. მეორე ნაწილი ეხება ეკლესიის ისტორიას. მესამე ნაწილი ეკლესიის ისტორიაში 7 ყველაზე დიდ განსაცდელს, ანუ აპოკალიფსის წიგნში არის აღწერილი უამრავი ისტორიული მოვლენა, რაც უკვე მოხდა, ამაზეც ვისაუბრებ ჩვენ. მეოთხე ნაწილი ეხება სახელმწიფო სისტემებს, რაც წარმოადგენენ ეკლესიის ანტიპოდებს. მეხუთე ნაწილი ეხება ბოლოჟამის მოვლენებს, მეექვსე ნაწილი მეორედ მოსვლას და მეშვიდე ნაწილი მეორედ მოსვლის შემდეგ მოვლენებს. მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიდეოში ვისაუბრებთ მეოთხე მეხუთე ნაწილზე, ანუ სახელმწიფო სისტემებზე, როგორც ეკლესიის ანტიპოდებზე და ასევე ბოლოჟამის მოვლენებზე, იმიტომ ყოფითი გაგებით უფრო ადვილად შესამჩნევი იქნება ჩვენთვის ეს ყველაფერი. და ამისთვის ასევე დაგვჭირდება დანიელის წიგნის განმარტებაც, იმიტომ რომ დანიელის წიგნთან არის უმნიშვნელოვანესი რეფერენსები, უშუალოდ ეგზეგეტიკურ კავშირშია და დანიელის წიგნის გარეშე ცხადია შეუძლებელი იქნებოდა აპოკალიფსის განმარტება, ასე რომ შეძლების დაყვარად მეოთხე მეხუთე ნაწილს განვიხილავთ დღეს. ახლა სანამ წაგიკითხავთ გამოცხადების მე-13 თავს, სადაც არის უშუალოდ ის მოვლენები, რასაც ჩვენ დღეს უნდა შევეხოთ, მაქამდე მინდა აღიხსნათ თუ რას ნიშნავს სახელმწიფო სისტემები, როგორც ეკლესიის ანტიპოდები. აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ სიბოროტე მასშტაბურ დონეზე არის მსოფლიოში მოდებული და ამაში ცხადია გასაკვირი არაფერი არ არის, წერილი ჩვენ ამაზე გვაფრთხილებს და ქვეყნიერებამ ქრისტე ჯვარსაცვა და ეს არ გვიკვირს. აი მაგალითად ჩვენ ვიცით როგორი მასშტაბური სახე აქვს ბულინგს, ხო? აი ამ სოციალური ქსელების საშუალებით. ან აი სხვადასხვა ადიქციებს. აი მაგალითად იმ ეგრეთ წოდებული +18 საიტებზე ადიქციებს, მაგ საშინელ საიტებზე, როდესაც ადამიანს უჩნდება ადიქცია და ცხადია ეს საიტები იბუსტება და რა ვიცი, ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია და ამ ყველაფრის უკან ცხადია ბნელი ძალაა, ბოროტი ძალა. ან მაგალითად აი ქრისტეზე იღებს ჰოლივუდი საშინელებათა ფილმს. ანუ აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ ქრისტეს ვიცავთ და ანუ ქრისტეს დაცვა არ ჭირდება, გალაქტიკასაშორისი სისტემა არის მისი შექმნილი, აი დაახლოებით რომ მიხვდეთ ვიზეს ვლაპარაკობთ.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამაში რომ პრობლემას ვერავინ ვერ ხედავს. აი ეგ არის რეალური პრობლემა. ან მაგალითად მუსიკალური ინდუსტრია ვიცით ხო, რომ სიბოროტეს მიაქვს მომჯდარი, აი პირდაპირ კლიპებში ჩვენ პირდაპირ ხედავთ, ანუ სატანისტურ შეტყობინებებს, ანუ არც მალავენ მაგას ხო ასე? ან მაგალითად აი ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ ქანაანელები ბავშვებს წირავდნენ მსხვერპლად 400 წლის განმავლობაში და ამას რო ვკითხულობთ თავიდან გამოუცელები, ფიქრობთ, აი რანაირად და აბა ეს როგორ მოხდა, როგორ არის შესაძლებელი და ასე შემდეგ. მაგრამ ამერიკაში 20-24 წელს გაკეთდა 1 მილიონი აბორტი ერთ წელიწადში. ასე რომ სიბოროტე არსად არ წასულა რეალურად. უბრალოდ უფრო შეფარულად და ჭკვიანურად მოქმედებს, მეტი არაფერი. მაგრამ მეგობრებო, აქ ეს არ იგულისხმება მარტო ეს ძირითადად ესენი არის პროდუქტები. რეალურად აქ იგულისხმება ცათა სასუფეველის ხელოვნურად შექმნის მცდელობა. ანუ რას გულისხმობ ახლა? ჩვენ ვიცით რომ ეშმაკს რაღაცა სუბსტანციების შექმნა ასე არ შეუძლია. ანუ ჭეშმარიტად ესე შემოქმედი, ანუ ვისაც შემოქმედებითი ძალა გააჩნია, ეს არის მარტო ღმერთი. ეშმაკი რასაც ცდილობს, ეს არის ყველაფრის დამახინჯება. იგი ცდილობს რომ დაამახინჯოს უკვე არსებული კარგი. აი მაგალითად რელიგიური პლურალიზმი. ეს არის იდეოლოგიის პროდუქტი, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტია. ან ყოველ შემთხვევაში თანაბრად ჭეშმარიტია ყველა რელიგია. მეგობრებო, ეს დოქტრინა ცხადია არის ეშმაკისგან. ჯერ ეს ერთი ალოგიკურია ცხადია, ხო? როგორ შეიძლება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცება ერთდროულად სიმართლე იყოს? ხო, შეუძლებელია. მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ, ანუ პრინციპი მინდა ნახოთ, რომ ეს არის იმიტაციური. აი პავლე მოციქული როცა ამბობს გალატელთა მესამე თავის 27 მუხლში, რომ არ არის ქრისტეში არც ბერძენი, არც იუდეველი, არც მონა, არც ბატონი, არამედ ყველა ერთია ქრისტეში, მაგას როცა ამბობს, იგივე პრინციპის იმიტაციის მცდელობა ამ შემთხვევაში. ოღონდ ეს იმიტაცია არის ბოროტისგან და მოიტანს საშინელ შედეგს. ანუ ამყოფებს ადამიანს სიცრუეში. ან მაგალითად ჩვენ ვიცით ქრისტიანებმა, რომ ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ქრისტეს იმედი. ხო, ჩვენი მაცხოვარია, ჩვენი გადამრჩენელი. აქ შექმნილია ხელოვნური იმედი. ეს ხელოვნური იმედი არის ფული. ანუ დღეს თვლიან რომ ფულით არის ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელი. აი ეს იდეოლოგია არის გავრცელებული ყველგან და თან არც მალავენ ამას, ანუ არც ტეხავს ეგ. და საქმე იმაშია რომ ეს არის ტყუილი, ანუ ფული ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას. ეს სისულელეა, ძალიან დიდი სიცრუეა. მთავარ პრობლემას, რომელიც პრობლემად რჩება და ფული ვერასდროს ვერ მოაგვარებს, ეგ იქნება. მაგის მოგვარება შეუძლია მხოლოდ ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ასე რომ ამის იმიტაცია ეს ფულის მოიმედეობა, ხო? ანუ კერპთაყვანისმცემლობა შეუულებრივი ცხადია. ანუ ქრისტეს იმედის მქონენი ვინც არიან, ჭეშმარიტად ქრისტეს წყალობით გადარჩებიან, მაგრამ ფულის იმედი ვისაც აქვს საბოლოოდ დაიღუპებიან. იმიტომ რომ ფული ვერ გადაარჩენს ადამიანს და ვერ მოუგვარებს თავარ პრობლემას, რაც არის ცოდვა. ეს პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენმა მაცხოვარმა ქრისტემ, უფალმა იესო ქრისტემ მოაგვარა. ასე რომ მეგობრებო, თუ ღმერთის გარდა საბოლოო იმედს და კეთილდღეობას ეძებ სხვა რამეში, ან ფულში, ან რომელიმე სახელმწიფოში, ხარ კერპთაყვანისმცემელი და მან საბოლოო კეთილდღეობა არ არის და ეშმაკს წავხარ მოტყუებული. ასე რომ რომელიმე სახელმწიფო სისტემა კი არ არის ხსნა არის ქრისტე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ. მეგობრებო, ახლა სანამ გადავალთ გამოცხადების მე-13 თავზე, ჯერ წავიკითხოთ დანიელის ხილვა, მე-7 თავი, ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალო კავშირშია მოვლენებთან, ამ ხილვის გარეშე ვერ გავიგებთ კარგად. ხილვა ეხება 4 მხეცს და მე-4 მხეცის თავზე ამოსულ რქებს, 4 მხეცი ნიშნავს 4 სახელმწიფოს, ბაბილონს, მიდიას სპარსეთს, მაკედონელის სამეფოს და რომს. ხოლო რქები ამ შემთხვევაში რომის მემკვიდრე დასავლეთის სახელმწიფოებს. ბელშაცარის ბაბილონის მეფის პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარესელზე, მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი. ანუ დანიელმა ეს ხილვა იხილა ხალდეელთა მეფის ვალთაზარის მეფობის პირველ წელს. ისტორიიდან ვიცით რომ ვალთაზარი ბაბილონში მეფობდა ძველი წელთაღრიცხვით 546 წლიდან 529 წლებში. ანუ დანიელმა ეს იხილა 546 წელს. შემდეგ ხილვაში ამ ხილვებს უწოდებს პირველ და მეორე ხილვას. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის თანმიმდევრობის, დროში რიგითობის მიხედვით უწოდა პირველი მეორე, არამედ შინაარსის მიხედვით. ეს ორი ხილვა ეხება ქვეყნიერების სახელმწიფოებს. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე, აჰა, ზეცის 4 ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა. ზღვიდან 4 ერთი მეორისგან განსხვავებული ვეება მხეცი გამოვიდა. ამ შემთხვევაში 4 ქარი ნიშნავს 4 დამპყრობელს. დიდი ზღვა ნიშნავს მსოფლიოს. ხოლო 4 მხეცს დანიელი თვითონვე განმარტავს, რომ ეს ნიშნავს 4 სახელმწიფოს. ანუ მუხლის განმარტებაა, მე დანიელი ვხედავდი ჩემს ხილვაში 4 დამპყრობელი თავს ესხმოდა მსოფლიოს და 4 დიდი სამეფო გამოდიოდა მსოფლიო ასპარეზზე. ერთმანეთისგან განსხვავებული სამეფოებია ამ შემთხვევაში. მეოთხე მუხლი. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ნახე ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებული იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
პირველი ლომი ეს ნიშნავს ბაბილონის სამეფოს. ამის შესახებ დანიელი თვითონვე გვაძლევს განმარტებას მეორე თავში 39-დან 40-მდე. იოანე ოქროპირის განმარტებით ბაბილონის სამეფო ლომს შედარებულია ბაბილონთა მძვინვარე სისხლისმოყვარე ხასიათის გამო. არწივის ორი ფრთა ამ შემთხვევაში ნიშნავს ბაბილონის სამეფოს ორ მთავარ ოლქს, ასურეთსა და ქალდეას. ვნახე როგორ დააღლიჟეს ფრთები, ეს ნიშნავს ვხედავდი როგორ წაართვეს სამეფოს თავისი ოლქები. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ ბალთაზარის მეფობის პერიოდში ბაბილონს მეზობელმა მიდიელებმა და სპარსებმა წაართვეს ტერიტორიები. ჯერ ასურეთის ოლქი, მერე ქალდეის ოლქი. ბოლოს დარჩა მარტო ქალაქი ბაბილონი. კაცივით ფეხები მიეცა და კაცის ღული გულისხმობს სავარაუდოდ იმას, რომ სწორედ თავის დროზე ლომივით სამეფო, რომელიც შიშის ზარს სცემდა, მაშინდელ მსოფლიოს უკანასკნელ წლებში ძალიან შესუსტდა. მეხუთე მუხლი. აჰა ის მეორე მხეცი დაცვა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში. კბილებს შორის სამი ეშვი ჰქონდა და უთხრეს მას: ადეგ და ჭამე ბევრი ხორცი. აჰა მხეცი, რომელიც დაცვგავდა, ქვემოთ მიუთითებს, რომ მეორე მხეცი ნიშნავს მიდიას სპარსეთის სამეფოს. ისტორიიდან ვიცით, რომ მიდიელები და სპარსები ერთმანეთის მონათესავე ერები იყვნენ. ჯერ წარმოიშვა მიდიელთა სამეფო, ხოლო შემდეგ სპარსეთის სამეფო. მიდიელთა სამეფოს დიდებულებმა თავიანთ მეფედ აირჩიეს სპარსეთის მეფე კიროსი და ამის შემდეგ სამეფოები გაერთიანდა. ბალთაზარის მეფობის მე-7 წელს მიდიას სპარსეთის სამეფო კიროსის მეთაურობით დაიპყრო ბაბილონი და საბოლოოდ დაასრულა ბაბილონის ისტორია. ეს შეიძლება ჩაითვალოს მიდიას სპარსეთის იმპერიის დასაწყისად. კბილებს შორის სამი ეშვი ნიშნავს, რომ მიდიას სპარსეთის იმპერიამ გააერთიანა სამი ხალხი: სპარსები, მიდიელები და ბაბილონელები. და ჭამე ბევრი ხორცი მიუთითებს იმპერიის დამპყრობლურ ომების მოყარე სასტიკ და სისხლიან ხასიათზე ცხადია. მე-6 მუხლი. შემდეგ დავინახე, აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი ზურგზე 4 ფრთა ჰქონდა, ფრინველისა 4 თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. ავაზის მსგავს მხეცში ამ შემთხვევაში იგულისხმება ბერძენთა სამეფო. ისტორიიდან ვიცით, რომ ბერძნებმა ალექსანდრე მაკედონელის მეთაურობით დაიპყრეს მიდიას სპარსეთი. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 330 წელს, დანიელის ხილულიდან, ანუ 216 წლის შემდეგ. ანუ მეგობრებო, ეს მოვლენები ხვდებით ხო, რომ უკვე შესრულებული მოვლენებია. 4 ფრთა ჰქონდა ფრინველს და 4 თავი ჰქონდა ამ მხეცს. ამ შემთხვევაში ეს გადმოსცემს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა ახლად შექმნილი სამეფო დაყო 4 ოლქად, რომელიც ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო ოლქების შესაბამისად 4 სამეფოდ დაიშალა. ეს იყო პტოლემეების ეგვიპტე, ანტიოქია, სელევეკია და მაკედონია. ეს იყო 4 ბერძნული სამეფო. ანუ ეგრეთ წოდებული ელინიზმის ეპოქა. აი ყურადღება მივაქციოთ, რომ 4 თავი ერთ სხეულზე მიანიშნებს, რომ 4-ვე სამეფო პრაქტიკულად ერთნაირი იქნებოდა. ისტორიულ რეალობაში ბერძნების ჰეგემონია მაშინდელ მსოფლიოში გაგრძელდა თითქმის 3 საუკუნე. ბერძენთა სამეფოების ისტორია დაასრულა რომის იმპერიამ. მე-7 მუხლი. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე, აჰა, მე-4 მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი. რკინის ვეება კბილები ჰქონდა, იგი მtkავდა, მუსრავდა, ნარჩენებს ფეხით თელავდა, გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და 10 რქა ჰქონდა. აჰა, მე-4 მხეცი, საშინელი და საზარელი და ძალზე ღონიერი, ეს ნიშნავს, ანუ აი სახელმწიფო საშინელი და განსაცვიფრებელი და მეტად ძლიერი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სიმბოლურ ენაზე მხეცი სახელმწიფოს ნიშნავს, ეს გავარკვიეთ. და ქვემოთ გააკეთებს დანიელი მინიშნებას, რომ ეს სახელმწიფო აღემატება სამივე წინამორბედს, ანუ მე-4 მხეცში უნდა იგულისხმებოდეს რომის იმპერია, რადგან სახელმწიფო, რომელიც აღემატებოდა მაკედონელის ბერძნულ სამეფოებს, მიდიას სპარსეთს თუ ბაბილონს, ასეთი ისტორიაში არის მარტო რომის იმპერია. კბილი მისი რკინის და უზარმაზარი, ეს უნდა ნიშნავდეს რომის ლეგიონებს, მუსავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა, ეს ნიშნავს, რომ რომის იმპერია იპყრობდა ქვეყნებს, აკუცმაცებდა და სპობდა. ნიშანდობლივია, რომ რომის იმპერიამ ზედიზედ დაიპყრო ელინური სამეფოები, რომელთაგან უკანასკნელი იყო კლეოპატრა პტოლემაიოსის ეგვიპტე და შეიძლება ასე ითქვას, რომ რომმა ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მოიპოვა მსოფლიო იმპერიის სტატუსი. და ჩვენ ხვდებით, რომ რომის იმპერიამ გადააჭარბა ყველა დამპყრობელ წინამორბედ სახელმწიფოს. 10 რქა ჰქონდა მას, აქ დანიელი თვითონ მიანიშნებს, რომ 10 რქა ნიშნავს 10 სახელმწიფოს, ეს 24 მუხლში. ანუ 10 რქა უნდა ნიშნავდეს რომის იმპერიაზე ამოსულ 10 სამეფოს. ქვემოთ გააკეთებს კიდევ მინიშნებას, რომ ეს 10 სახელმწიფო მანამდე გამოეყოფა რომს და 10-ვე გახდება დამოუკიდებელი, ვიდრე რომი ჯერ კიდევ არსებობს და ამის შემდეგ გადაწყვავენ და მოსპობენ რომს. ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ რომის იმპერიას არსებობის უკანასკნელ წლებში ზედიზედ მართლაც გამოეყო პროვინციები, რომლებიც დამოუკიდებელ სამეფოებად ჩამოყალიბდნენ. ესენი იყო დასავლეთ ევროპის სამეფოები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ასე შემდეგ. და სხვათა შორის წმინდა იპოლიტე რომაელმა მუხლის განმარტებისას იწინასწარმეთ
ვთქვათ ყველა, რომ მომავალში რომიდან 10 დემოკრატიული სახელმწიფო გამოვიდოდა და შეგახსენებთ, რომ წმინდა იპოლიტე რომაელი გარდაიცვალა ახალი წელთაღრიცხვით 102 წელს, ანუ ამ მოვლენებამდე 3 საუკუნით ადრე. მერვე მუხლი. მე დავცქეროდი ამ რქებს და აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და 3 ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა. ანუ დანიელი ამბობს, რომ აკვირდებოდა ამ რქებს და მე კიდევ სხვა პატარა რქა ამოვიდა მოგვიანებით ამ 10 რქას შორის. ანუ ეს ნიშნავს, რომ 10 სახელმწიფოს შორის მოგვიანებით წარმოიშვა კიდევ ერთი სახელმწიფო. აი ამ მოგვიანებით ამოსული რქის შესახებ დანიელი ქვემოთ კიდევ მოგცემს ასეთ მინიშნებას. ისე გაიზარდა, რომ ყველა სხვაზე უფრო დიდი გახდა. საქმეებით გადააჭარბა ყველა წინამორბედს. გადამწყვეტ მონაწილეობას ღებულობს მეორედ მოსვლის წინა პროცესებში და იარსებებს მეორედ მოსვლამდე. სახელმწიფო, რომელიც ყველა ამ ნიშნებს აკმაყოფილებს მსოფლიო ისტორიაში, მხოლოდ ერთი შეიძლება მოიძებოს და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ის გახდა რომის იმპერიის პირდაპირი მემკვიდრე იდეოლოგიურად სამართლის სახელმწიფოს მოდელით, იერარქიით, ღირებულებით, ტრადიციით, კულტურით, ფასეულობებით და ასე შემდეგ. ეს ქვეყანა წარმოიშვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების შემდეგ და ისე გაიზარდა და გაძლიერდა, რომ გავლენით გადააჭარბა ყველა მანამდე არსებულ სახელმწიფოს და მათ შორის რომის იმპერიასაც. მეგობრებო, ახლა ამაზე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, იმიტომ რომ ჩვენთან გავრცელებულია ეს, რომ ამერიკაზე ცუდი თქვა, არიქა რუსეთუმეა და ეს შიზოფრენია გავრცელებული. მოკლედ მესმის მე შიზოფრენია და ანუ არანაირი თუმე არ ვარ. რუსეთი კიდე ცალკე მეორე უკიდურესობაა და მაგაზე მე ვისაუბრებ კიდეც ლაივში, როცა განვიხილავთ აპოკალიფსის წინა ნაწილებს. მაგრამ მეგობრებო, ეს შიზოფრენია უნდა მორჩეს. ამერიკაში არ იგულისხმება აქ ამერიკელი კონკრეტული ადამიანები, ან ხალხი, ან მარტო ფიზიკური ლოკაცია. აქ ამერიკაში იგულისხმება როგორც სახელმწიფო სისტემა. ანუ ამ სისტემის უკან დგას ბოროტი. ანუ ეს სისტემაა ობიექტურად ბოროტი. აი წეგანრეებით ჩამოთვალეთ, ხო ხვდებით რასაც ვამბობ. ანუ მეგობრებო, ეს არ არის შეტევა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოზე. ანუ მაგალითად ამერიკაში თუ ერთ წელში მოხდა 1 მილიონი აბორტი, კრიტიკის ქვეშ, ამ შემთხვევაში შეტევის ქვეშ არის თვითონ სისტემა, რომელმაც დაბუსტა ეგ აბორტები. ან ამერიკაში რო არის ბონი ბლუ, რომელიც 1000 კაცთან დაწვა ერთ დღეში და მაგით არის ცნობილი. ანუ რეკორდი დამამყარეო თუ რაღაცას იძახის და ანუ ახალგაზრდები მასთან მიდიან და ფოტოებს იღებენ და ავტოგრაფებს ართმევენ და ანუ მოკლედ სრული სიგიჟე ხდება. და როდესაც მე ვაკრიტიკებ ამერიკას, კი არ ვაკრიტიკებ კონკრეტულად ბონი ბლუს და იმ ადამიანებს, ვინც მასთან ფოტოს იღებენ. თვითონ სისტემას, რომელიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ახლა გადავიდეთ გამოცხადების მე-13 თავზე, აი ამ დანიელის ხილვის გარეშე ამ თავს ვერ გავიგებდით. გამოცხადების მე-13 თავის პირველი მუხლი. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი 10 რქიანი და 7 თავიანი და მის რქებზე 10 გვირგვინი, თავებზე კი გმობის სახელნი. ზღვის ქვიშა ეს ნიშნავს ამ შემთხვევაში რჩეულ ერს და ახ არ იგულისხმება ეროვნება, ეთნოსი, აქ იგულისხმება ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მორწმუნეებს. და ვიხილე მხეცი 10 რქიანი და 7 თავიანი, ჩვენ ვიცით რომ დანიელის პირველ და მეორე ხილვებში არის საუბარი 4 მხეცზე და 10 რქაზე და მოგვიანებით ამოსულ კიდევ 1 რქაზე. ანუ მითითებულია რომ 4 მხეცი ნიშნავს ბაბილონს, მიდიასა და სპარსეთს, მაკედონელის სამეფოს და რომის იმპერიას. ხოლო მე-4 მხეცის თავზე ამოსული რქა და შემდგომ კიდე 10 რქა. ეს არის დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები. აუ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. ხო ხვდებით, რომ აქ კონკრეტულ ლოკაციებზე არ არის საქმე, აქ სისტემას ვამბობ, სისტემა. და ამ სისტემაში შეიძლება მოექცეს ნებისმიერი სახელმწიფო. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ამერიკა, ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება საბერძნეთი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ სისტემაზეა საუბარი. მერე შემდეგ ქვემოთ იონე თვითონ გვაძლევს მე-5 ნაწილში 7 თავიან და 10 რქიან მხეცზე განმარტებას, ანუ ამ განმარტებიდან გამომდინარე, ანუ ასევე დანიელის ხილვის გათვალისწინებით, აპოკალიფსის მხეცის 7 თავსა და 10 რქაში უნდა იგულისხმებოდეს შემდეგი სახელმწიფოები. 7 თავი ეს არის ბაბილონი, მიდია, სპარსეთი, მაკედონელი სამეფო, იროდის ისრაელი, რომი და ამერიკის შეერთებული შტატები. ხოლო 10 რქა დასავლეთ ევროპის 10 სახელმწიფო, რომლებიც წარმოიშნენ რომის იმპერიისგან. როგორც ხედავთ, ანუ დანიელის სახელმწიფოების სიას აპოკალიფსი ამატებს კიდევ ერთ სახელმწიფოს, ეს არის იროდის ისრაელს. და თუ რატომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განმარტავთ შემდეგ. და სიმბოლური ასევე რომ იონე დგას ზღვის ქვიშასავით გამრავლებულ ჭეშმარიტ ქრისტიან მორწმუნე ეკლესიაზე და აქედან უყურებს როგორ გამოდის სოფლიო ასპარეზზე 7 თავიანი და 10 რქიანი მხეცი, რომელიც ნიშნავს ამ შემთხვევაში სახელმწიფო სისტემებს. ესენი არიან სისტემები, რომლებიც წარმოადგენენ, როგორც ვახსენეთ, ეკლესიის ანტიპოდებს, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყნიერებაში ცათა სასუფეველის ხელოვნურად აშენების მცდელობებს. მეორე მუხლი, მხეცი, რომელიც მე მივხილე, ჯიქს მიაღავდა, მისი ფეხები დათვის ტორებს, ხახაკი
ხახას ლომისას და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. ხეცის თავებს ანუ ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოებს აქვს საერთო სხეული, ეს მაგას ნიშნავს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებს გააჩნიათ ერთნაირი წყობა. ჭრელია, რაც ალბათ ნიშნავს მრავალფეროვან მოსახლეობას. ხოლო ერთი სხეული მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოებს აერთიანებს იდეოლოგია. დათვის ფეხები ეს მიანიშნებს ძლიერ ჯარზე, პირი ლომის მიანიშნებს, რომ ეს პოლიტიკური და საქმიანი წრეები გამოიყურებიან როგორც მტაცებლები და მისცა მას შემდეგ ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და თავისი უსაზღვრო ხელმწიფება, ეს ნიშნავს, რომ ეშმაკმა ამ სახელმწიფოების სამსახურში ჩააყენა მთელი თავისი ბოროტი ძალები, ეს ნიშნავს უხილავ დახმარებას, როდესაც ეშმაკს ყავს დამონებული ადამიანები და ორგანიზაციები. შემდეგი ნაწილი ახ არის მინიშნება ისრაელის გასოცხლებაზე. ეს იროდის ისრაელი, ეს სახელმწიფო ქრისტეშობამდე რამდენიმე წლით ადრე რომის ხელშეწყობით შექმნა იროდ იდუმელმა. ეს სახელმწიფო თავისი კანონმდებლობით ქვეყნის მოწყობის პრინციპით ინსტიტუტებით ძალიან ჰგავდა რომის იმპერიას. ეს სახელმწიფო წარმოადგენდა ოქროს ისრაელის აშენების მცდელობას. იროდი ცდილობდა თავისი შექმნილი სამეფო წარმოეჩინა როგორც განხორციელებულ აღთქმულ ქვეყანად. და იროდმა სოლომონის ტაძარიც კი აღადგინა. ამიტომ დანიელის სამეფოებთან ერთად იროდის ისრაელიც უნდა მივაკუთვნოთ ამ ქვეყნიური ცათასასუფევლის სიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე მუხლში კი წერია ასეთი რაღაც: ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი თითქოს სასიკვდილოდ მოწყულული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყულება მისი და განსვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. ეხლა ეს რას ნიშნავს ერთი თვალი სასიკვდილოდ მოწყულული? ნახეთ, იროდის ისრაელის 66-75 წლებში რომაელებმა დაიპყრეს და გაანადგურეს. ეს წყულულება სიკვდილისა. შემდეგ 1948 წელს მოხდა ესეთი მოვლენა. აღდგენილი იქნა ისრაელი. ანუ ეს აღადგინეს ფარისევლების, მწიგნობრების, იროდიანების შთამომავლებმა. ანუ აღადგინეს მათ თავისი სახელმწიფო. აი, ნახეთ როგორ წერია მესამე თავში, თითქოს სასიკვდილოდ მოწყული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყულება. ანუ ეს მაგას ნიშნავს, რომ აღდგა. ანუ ხვდებით, რომ ეს არის უკვე შესრულებული ისტორიული მოვლენა. ამის შესახებ ქვემოთ მეხუთე ნაწილში მკაფიო განმარტებას გვაძლევს, რომ ხეცი რომ ვიხილე იყო და არ არის და ეგულება ამოსვლა უბსკულიდან და წარსაწმენდელად წასვლა. ანუ ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც არის, არ არის და უნდა მოვიდეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ იროდის ისრაელი, რომელიც არსებობდა აპოკალიფსამდე და შემდეგ განადგურდა და აღარ არსებობდა და მე 1948 წელს აღდგენილი იქნა. מה שישראל לאחרונה ניתצו כמה עניינים. מה שרואה עוד, וגם מצא שעדיין משיח ליבו. אז הייתה משהו ממה ידיעתו. და მეოთხე მუხლი და თაყვანის წეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეც ხელმწიფება, თაყვანის წეს მხეც და ამბობდნენ, ვინ შეედრება ამ მხეც, ვის შეუძლია შეებას მას. მეგობრებო, ჩვენ ცხადი ახ ნათლად ხედავთ ღვთის გმობას. აი ძველ ხმაში რო იყო ვინ შეედრება უფას, აი ღვთის გმობაა ჩვეულებრივი, აი მაგიტო თქვი, ანუ ეშმაკი იმიტირებს, ანუ იმიტაცია შეუძლია მას, ხო? ანუ დამახინჯებას ცდილობს ყველაფრის. ანუ ახლა ამ შემთხვევაში რა იგულისხმება ამ მუხლში? ანუ ზოგადად ცხადია, რომ სოფლიო პოლიტიკაში დიდია სატანისტური ორგანიზაციების გავლენა და პოლიტიკოსები და საქმიანი ადამიანები მაგას არც მალავენ რეალურად. ორგანიზაციები მათ ეხმარებიან გაიკეთონ კარიერა, უქმნიან პირობებს, ხელს უწყობენ წინსვლაში, სულ უფრო მეტი ადამიანი შედის ამ ორგანიზაციებში. იმიტომ რომ ისინი ამ ქვეყნიურ ძალაუფლებაში და სიმდიდრეში ხედავენ საბოლოო მიზანს და საბოლოო კეთილდღეობას. ეს არის კეფთაყანისმცემლობა. კეფთაყანისმცემლობა არსებითად ამას ნიშნავს. აი ჩვენ რო არის რომ აი ამბები რო ხსმენია, რომ აი იმ მუსიკოსმა რაღაცა ეშმაკს მიყიდა თავისი თავი და ნუ რაღაცეები რო არის. ხო გესმის, ხო ხსმენია ეგეთი რაღაცები. ანუ არც იმალება რომ აქტიურად არიან ისინი ჩაფლული სიბოროტის მხარეს, ხო? მეგობრებო, მე აქ დავამთავრებ საუბარს. ამ ვიდეოს ექნება შემდეგი ნაწილები, სადაც განვავრცობ ამ ყველაფერს და გავაგრძელებთ ხრობას. ჩემი თხოვნაა მორწმუნეების მიმართ, რომ ყველამ გადაუზიაროთ ეს ვიდეო ერთმანეთს. ვიფხიზლოთ უფლის იესო ქრისტეს შეწევნით და წყალობით. უფალი იესო ქრისტე შეგეწიოთ ყველას და გაგაძლიეროთ.